მოგესალმებით ბრძოლის მოყვარულებო. დღეს საშუალო წონის ძალიან მაგარ ბრძოლას განვიხილავთ, სადაც ერთმანეთს რომან დოლიძე და მარვინ ვეტორი შეებრძოლებიან. ნახოთ რა იქნება ქართველის მთავარი გასაღები ამ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად. UFC-ს საშუალო წონა საკმაოდ კონკურენტუნარიანი დივიზიონია. აქ ისეთი სუპერვარსკვლავები არიან შეკრებილნი, როგორებიც არიან ხამზატ ჩიმაევი, ისრაელ ადესანია, რობერტ უიტეკერი, დრიკუს დუპლესი, ნასურდი ნიმალოვი, შონ სტრიკლენდი და კიდევ ბევრი სხვა. რომან დოლიძე და მარვინ ვეტორი ზუსტად ის ბიჭები არიან, რომლებიც ამ ტოპ მებრძოლებს მოსვენების საშუალებას არ აძლევენ. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომანის და მარვინის საჩემპიონო პოტენციალის მქონენი არიან. ალბათ იცით, რომ დოლიძე და ვეტორი ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან. მათი გზები ლონდონში გაიყო. ბრძოლა 3 რაუნდიანი იყო, რომელიც სამწუხაროდ იტალიელის გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლა იმდენად ახლო და დაზაბული იყო, რომ საჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბევრი გულშემატკივრის აზრით ეს ჩხუბი დოლიძემ მოიგო და საჯება მასის წაართვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ შედეგის გამოცხადების შემდეგ არენაზე შეკრებულმა ფანებმა სტვენა დაიწყეს. ყველამ ვიცით, რომ რომანს ხელებში დიდი ძალა აქვს. მას UFC-ში არაერთი ლამაზი ნოკაუტი შემოუთავაზებია. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში ნოკაუტზე აქცენტის გაკეთება არასწორი იქნება. ვინაიდან მარვინ ვეტორს UFC-ს საშუალო წონის დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ყბა აქვს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, იტალიელი მებრძოლი არათუ ნოკაუტში, არამედ ნოკდაუნშიც კი არასოდეს ჩავარდნილა. ეს გასაკვირია ამ დივიზიონში, რადგან აქ მებრძოლები ისე ურტყავენ, გეგონება მანქანა დაგეჯახავ. ძლიერი ყბის გარდა, იტალიელი მებრძოლის მთავარ კოზირად ბევრი მის კარდიოს ასახელებს. 5 რაუნდის განმავლობაში ვეტორის შეუძლია მოწინააღმდეგე სრულ წნეხში ამყოფოს და არ ამოასუნთქოს. ბევრი მას ამის გამო კარდიო მანქანასაც კი ეძახის. თუმცა არსებობს ერთი მაგრამ. ლონდონში გამართულ პირველ ჩხუბში პირველი რაუნდის შემდეგ რომანმა აშკარად მოახერხა მეტოქის დაღლა. ვეტორის აშკარად ეტყობოდა არეული სუნთქვა და მთელი ჩხუბის განმავლობაში ფაქტობრივად ღია პირით ჩხუბობდა. აღსანიშნავია, რომ რომანსაც და ვეტორისაც ორივეს ჭიდაობის ბაზა აქვთ. რა თქმა უნდა, რომანი მეტად დიდი კლასის მქონე მოჭიდავეა და ამაში უპირატესობა მას ნამდვილად აქვს. პირველ ჩხუბში ჭიდაობა საერთოდ არ გვინახავს. ეს ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ერთმანეთს ორი მოჭიდავე უპირისპირდება. მებრძოლები ერთმანეთის ჭიდაობას ურჩხიან და მარტივადაც ანეიტრალებენ. თუმცა განეიტრალებამდე რომ მისულიყო საქმე, რომელიმეს უნდა ეჭიდაო მაინც, მაგრამ არცეც არ უჭიდავია. თუ სწორად მახსოვს, რომანს ჰქონდა ერთადერთი მცდელობა ისის ჩხუბის მიწურულს, მაგრამ ეს არაფრის მომტანი აღმოჩნდა. ამ ჩხუბში ვეტორის მთავარი იარაღი მისი ძლიერი ხელები მგონია. იტალიელი მებრძოლი მაღალი IQ-ით და ტექნიკური კრივით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ აქვს ერთი კარგი თვისება. ის მოწინააღმდეგეს მთელი ჩხუბის განმავლობაში დარტყმებით აწუხებს. აქვე მოვიშველი პატარა სტატისტიკას და გეტყვით, რომ ვეტორი წუთის განმავლობაში დაახლოებით 5 დარტყმას უშვებს მოწინააღმდეგის მიმართულებით. თუმცა აქვე ამ არგუმენტს ისევე სტატისტიკით გავაბათილებ და გეტყვით, რომ ამ დარტყმების თითქმის ნახევარი მეტოქეს არ ხვდება. ზუსტად გეტყვით, 46% აღწევს მხოლოდ მიზანს. ჩემი აზრით, რომან დოლიძე პირველი ჩხუბის გამოცდილებას ამ დაპირისპირებაში კარგად გამოიყენებს. მან უნდა დაივიწყოს დგომში ბრძოლა და შეხვედრა მიწაზე უნდა გადაიყვანოს. დოლიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული გრეპლერი საშუალო წონის დივიზიონში. მას აქვს საკმარისი საჭიდაო IQ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე გაგუდოს, ან საერთოდაც კიდურები მოამტვრიოს. დარწმუნებული ვარ, რომ რომანი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს, სანახაობაზე აქცენტს არ გააკეთებს და ბრძოლას პრაგმატულად მიუდგება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მარვინ ვეტორი წონის რეიტინგში მე-9 ადგილზეა. იმ შემთხვევაში, თუ რომანი ვეტორის დაამარცხებს, ის ათეულში ადგილს დაიბრუნებს. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვირჩენია, რომ მას წარმატებები ვუსურვოთ. თქვენ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ ამ ბრძოლის შესახებ. შემდეგ ვიდეოდან